ხავს სკოლაში ოჯახი ხარ ოჯახი კაპიტანი ამალით გესალმება თქვენ კაპიტანი ამალით გეხმარება თქვენ ჩვენთან ერთად იყავი სანამ წახოს სკოლაში ოჯახებო სწორდით და გაცოცხლეთ ნოტები მე ვარ ბუა ყოჩაღების ქუჩიდან გადამიყენეს ამ ყოჩაღებმა კვიდან უჯერებს და სწავლობს ათიანზე ყველა შემოგვიერთდი ოჯახების ქუჩაზე ოჯახების ქუჩაზე დილა მშვიდობის მოგესალმებით. როგორ მიხარია ჩემთან რომ შემოიხედეთ. აი, შეხედეთ? ჩვენი ოჯახები როგორ შრომობენ. დილიდან ხატავენ. რა ლამაზი სახლია, ფერები როგორ შეარჩიეს. დღეს აქ ამბავი დატრიალდება. დღევანდელ ჩვენს თამაშს ქვია თამაში ფერებით. ნიგუშ, მოდი მაყურებელს აუხსენი, როგორ უნდა ვითამაშოთ დღეს. ჩვენ დღეს აგიხსნით, როგორ უნდა მივიღოთ 4 ფერისგან ბევრი ფერი. 4 ფერისგან ბევრი ფერი. საინტერესოა. გოგონებო, თქვენ ხომ არ დაამატებდით რამეს? ჩვენ გვაქვს წითელი, ლურჯი, თეთრი, ყვითელი საღებავები. და რაც თავარია, და ყვითელი საღებავი გაქვს ცხვირზე და გიხდება. ამ ფერებისგან მივიღეთ ახალ ფერებს. კაპიტანო, მოგვეცი დავალება. მაშასე, ჩემო ყოჩაღებო, დავალება ასეთია. ესე იგი გვაქვს 4 ფერი და ამ 4 ფერის შერევით უნდა მივიღოთ კიდევ 4 ახალი ფერი. გასაგებია, კაპიტანო. ოჯახების ქუჩაზე რაო მწვანეო ლურჯი იასამნისფერი რა სისულელია ნამდვილი გმირი ის არის ვინც ახალ გასაოცარ ფერს მოიგონებს ისე აი აქ ხალი მომიხდებოდა ხო ვიცი და ვინ არის ეს გასაოცარი ზებუნებრივი რა თქმა უნდა თქვენ ანუ მე დიახ ბუა მე ახლა საოცარ ფერებს მოვიგონებ ნახეთ შეხედეთ რამდენი საღებავი მაქვს ახლა მე ამ საღებავებს ერთმანეთში აურევ და გასაოცარ ზებუნებრივ რაჩვეულებრივ ფერს გამოვიგონებ სხვათა შორის ასეთ ფერს მხოლოდ გენიოსები არა გენიოსები როგორ ერთი ვარ მხოლოდ გენიოსი ბუა თუ მოიგონებს დავიწყოთ ოპა დავიწყოთ ოპა ეს არის უნდა შაურიოთ და მაგარი ფერი უნდა მოიქონო რაღაც მოჟამული ფერი გამოდის უნდა დავამატო საღებავი აი ესე და აი ესე წვირი მეფხანება ვაიმე რაღაც დავიხარე და რატომ მეფხანება ვაიმე ეს რა არის ხელები სულ დამესვარა სახეც დამესვარა ჩემი სიმპათიური სახე და მისი ბრალია ეს მისი ბრალია იმ ყაჩაღების არა უკაცრავად იმ ყოჩაღების ბრალია ეს ყველაფერი მე რო სახე დამესვარა და რა ეს არის შედევრი არა როგორ არა არ არის შედევრი იცით რა ყოჩაღებს გავხედავ ერთი ვნახავ რას აკეთებენ ერთი შევხედავ აჰა ნიკა მითხარი წვანე რომ მივიღოთ რომელი ფერები უნდა შევურიოთ ერთმანეთს ყვითელს უნდა შევურიოთ ლურჯი ფერი აბა ნიკა მაჩვენ ერთი როგორ მწვანეს მიიღებ საინტერესოა ჯერჯერობით მხოლოდ ყვითელი ფერი გვაქვს არა გოგოებო ახლა მოხდება საოცრება
მართლაც საოცრება მოხდა. ხედავთ ბავშვებო, ორი ფერის შერევით ლურჯის და ყვითლის მივიღეთ ახალი მწვანე ფერი. დიდი მადლობა ნიკუს. მწვანეა, ბაყაყი, ფოთოლი და ქუდი. ნიტა, ახლა შენი ჯერია. მე ვირჩევ ნარინჯის ფერს, კაპიტანო. ამისთვის ყვითელი და წითელი ფერი ერთმანეთში უნდა შევურიოთ. კიდევ ერთი საოცრება. გთხოვნი და აბა, ვაჩვენე. აი მართლაც შეხედეთ ორი ფერით ნიტა მიიღო ნარინჯის ფერი. დიდი მადლობა ნიტა. ნარინჯის ფერია, ფორთოხალი, მანქანა და სათამაშო დათუნია. ოჯახების ქუჩაზე მართლაც რა საოცრებების მოხდენა შეძლებიათ ამ ფერებს. ლიზი, ახლა შენ ჯერია და მითხარი რა ფერი უნდა მიიღო? იასამის ფერი რომ მივიღოთ ამისათვის უნდა შევურიოთ წითელი და ლურჯი. რა საინტერესოა, აბა ლიზი, გვაჩვენე. წყალი აუცილებელია, როგორც ხედავ. იასამის ფერია, იასამანი, სათვალე და კაბა. მართლაც საოცრება, შეიძლება გქონდეს ცოტა ფერი და მიიღო ბევრი ფერი. მარიამ, დღეს რა ფერი უნდა მივიღოთ შენთან? მე ცისფერი უნდა მივიღო, ამისათვის თეთრი და ლურჯი უნდა შევურიო ერთმანეთს. რა საინტერესოა, აბა გვაჩვენე, მაინტერესებს. ეს თეთრი ფერი? შევურიოთ ლურჯი და მივიღეთ ცისფერი. ცისფერია ცა, სხვა და ბურთი. ოჯახების ქუჩაზე რა გაბრაზებულია? ეს ოჯახები ყველაფერს ჩემზე უკეთ-აკეთებ. მე კი დავითხრე, გარავითხრე, გადამოვითხრე, დამამოროტეს. და ამ ოჯახების ბრალია ეს ყველაფერი. მოვიფიქრე. აბა, ჩემს ლაბორატორიას მივაკითხავ, რომელიც ბუაბაბუამ დამიტოვა. ჩემია. აბა, რა ვქნა, იქნებ კაპიტნის ოთახს ბაყაყები შეუსიო. ბაყაყები. არა, ბაყაყების ჯობია ლაბორატორიის ბუსები გავაგზავნო იქ. მერე ოჯახები შეეშინდებათ, კაპიტანზე გაბრაზდებიან, იმ ოთახიდან გაიქცევიან და სიწყნარე და ისადგურებს. აბა, მოდით. ჩემი ჯადოსნების წიგნი აქ არის, სიბოროტის მტვერი ცაკ მაქვს, სიბრაზის ქვიშაც და ჩემი ნებისყოფის ფიალის ავსების ქვახრეშიც. აბა, დავიწყოთ. ესე, მე რა უნდა მას? მიფრთხილდით. აბა, ლაბორატორიის ბუზებო, ამოდით და კაპიტნის ოთახისკენ გასციეთ, შეასრულეთ რუას ბრძანება. ეს რა ხმებია? მე მგონი ბუზების შემოსევა. ბუზების შემოსევა? აუ, ყოჩაღებო, სასწრაფოდ. აბა, ეს უნდა დაგილიგოთ. ბუზების საკლავი. აუქნიეთ ბუზებს, ამ ლაბორატორიის მწერებს, ოღონდ არ მოკლათ, უბრალოდ შეაშინეთ, რომ მიხვდნენ, რომ აქ მათი ადგილი არ არის. აბა, აუქნიეთ. წადით აქედან. წადით. რომხელები არიან შეხედე. რომხელები. მოშორდით აქედან. ამას უყურე. აი შენ მოვიდა შენთან. ამას უყურე. დავდენოთ იქით, კარებისკენ. აბა.
მგონი გავდევნეთ. მე მგონი ეს ლაბორატორიის მუზეუმი იქ დაბრუნდნენ, საიდანაც მოვიდნენ. მოვერიათ. კაპიტანო, დაგიბრუნოთ ბუზის საკლავები? ბუზის საკლავი? მოითმინეთ. ერთი კარგი იდეა მომივიდა თავში. ჩვენ უნდა შევქმნათ ნამდვილი შედევრი, ნახატი. სხვადასხვა ფერებით. ნახოთ ერთი როგორი ნახატი უნდა შევქმნათ. აბა ყურადღებით. აი ასეთი, მე მგონი ძალიან ლამაზია. კარგით, აბა რა დაგჭირდება ამ ყველაფრისთვის? ერთი წუთით. ესე იგი, ჩვენ გვჭირდება ღრუბელი, ჭურჭელი, ასევე გვჭირდება საღებავები, ფერადი საღებავები და ბუზის საკლავი. აბა, შევუდგეთ საქმიანობას. მოიცაკ, რა გინდათ? ეკითხარით მე? რა გითხარით, კაპიტანა? წადით მეთქი. კარგით, ახლა კარგი. ჩადი. აი აქ ჩადი. ჩადით რა. ჩადი, გეხმეწებით რა. მიშველეთ! აბა ნახოთ ჩემმა ყოჩაღებმა რა დაამზადეს. ნამდვილი შედევრია. აბა ყოჩაღებო, მაყურებელს ვაჩვენოთ, მართლაც საოცარია. ბუზის საკლავი, ღრუბელი და სხვადასხვა ფერის საღებავები. ისე ყოჩაღებო, თქვენ შედევრში ერთი დიდი მხატვრის, ამერიკელი მხატვარი იყო ჯექსონ პოლაკი. მისი გავლენა იგრძნობა. ასე რომ წარმატებული შედევრი შექმნით. თქვენ შეგიძლიათ სახლში დაამზადოთ ასეთი შედევრი. ოღონდ ფრთხილად არ დაისვაროთ და უფროსების გარეშე ნუ გააკეთეთ. კარგია, კარგი, ცოტა ზევით, კარგია. ასე იყოს, ეს ნახატი ნამდვილად გამოგვადგება ჩვენს გამოფენაზე. მოდით ჩემთან. მოდით, ყოჩაღებო. ერთი წუთით შეტყობინება, ერთი წუთით. დიახ. უკვე მზად ხარ? ძალიან გამახარებ, ყველანი გელოდებით. ბავშვებო, მე ახლა უნდა გაგაცნოთ თქვენ ჩემი სახლის ბინადარი ყვავილი, ქალბატონი მზე კატერინე. წამოდით, ნახოთ. მოდით. ოპა. მე ბუნების დამცველი, ულამაზესი და უმშვენიერესი ყვავილი ქოთნიდან აღმოცენდი და ნახეთ, რამხელა გავიზარდე. რა, არც თუ ისე დიდი? სამაგიეროდ გული მაქვს დიდი. ჩემი სახელია ზეკადო, ზეკატერინე. გამარჯობა მზეო. გამარჯობა კაპიტანო. დილამშვიდობის ყოჩაღებო. მივესალმოთ ბავშვებო. დილამშვიდობის მზე კატერინე. ისე მიხარია რომ ჩემ სახლში დაიდე ბინა. დღეს ჩვენი გადაცემა ფერებს ეძღვნება. ფერები. ცისარტყელა საოცარი ფერთა გამა. ბუნება ულამაზესია წელიწადის სხვადასხვა დროს. იცით რატომ იცვლება წელიწადის დროები? იმიტომ რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს. იმ მხარეს, სადაც კარგად უდგება მზე, ზაფხულია, ხოლო მოშორებით ზამთარი. ამბობენ გაზაფხულზე ბუნება იღვიძებსო. დიახ, ამ დროს ხასხასამწვანია ირგვლივ ყველაფერი. ფერადი ჩიტების ჭიკჭიკი აცოცხლებს მიდამოს. გაზაფხულის מחარობელი ყვავილია ენძელა. მას მოსდევს ია. თეთრი ენძელა და იასამნისფერი და ლურჯი ია აფერადებს ბუნებას. ნელ-ნელა სხვა მცენარეებიც იღვიძებენ და მოდის ზაფხული. პეპლები დაფარფატებენ მინდვრად. ამ დროს კიდევ უფრო მწვანე ხდება ბუნება. დიდ დაბურულ ტყეებში ყვითელი მზის სხივები იჭყიტებიან. ყველა ყვავილი ტკბება მზის თბილისიოს ნარნარით და მასთან ერთად აქეთ-იქით ირწევიან. აიწონა, დაიწონა, აიწონა, დაიწონა. დაი შემოგვეპარა შემოდგომა. ახალი ფერებით. წითელი, ყვითელი და ჟანგისფერი ფოთლები ფრიალებენ ირგვლივ. ურალამაზია ბუნება ამ დროს. და მერე მოდის ზამთარი.
დიდი თოვლი ფარავს ირგვლივ ყველაფერს. უყურებ თეთრად გადაფენილ მიდამოს და ფიქრობ, რომ თეთრი ზამთარი ულამაზესია, უმშენიერესია. ეს რამდენი ვილაპარაკე. წავალ ახლა და ნელთბილ წყალს დავვლებ, თორემ პირი გამიშრა. რა ლამაზი გაკვეთილი ჩაგვიტარე მზე კატერინე. დიდი მადლობა. დროებით მზე კატო. რამდენი რამ გავაკეთეთ? მზე კატერინეს გავესაუბრეთ, სხვათა შორის დღესაც ძალიან საინტერესო თემაზე ისაუბრა. რაც მთავარია, ნახატი შედევრი შევქმნით, ფერადი და მრავალფეროვანი. იცით, სიახლე არის ოჩაღების ქუჩაზე. და თქვენ ეს იცით? დაიმახსოვრეთ კარგად ჩვენი საიტი. სწორედ ამ საიტზე შეგვიძლია მთელი კვირის განმავლობაში ვეკონტაქტოთ ერთმანეთს. გუშინ მოგეცით დავალება. თქვენ ნახატები უნდა გამოაგზავნოთ თემაზე დინოზავრები. დღესაც მზე კატომ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა ფერებზე, წელიწადის დროებზე. მიიღეთ ახალი დავალება. ახალი დავალება წელიწადის დროები. გამომიგზავნეთ ნახატები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. ვინც კი ამ საიტზე მთელი კვირის განმავლობაში მიიღებს ყველაზე ბევრ მოწონებას, სწორედ ის იქნება გამარჯვებული და ის დაიმსახურებს საჩუქრებს. საჩუქრები კი იცით რაც არის. ეს არის ბუტას ძალიან გემრიელი ბატიბუტი და ასევე გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზის მიერ დაწესებული საინტერესო ზღაპარი, რომელიც ქართულ ამბანს შეეხება. ყოველ ასობგერას თავისი ისტორია აქვს, ძალიან საინტერესო საჩუქრებია. ასე რომ გამოგვიგზავნეთ ნახატები და 1 ივნის ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ჩვენ მოვაწყობთ გამოფენას თქვენი ნახატებით. დაიმახსოვრეთ, მთელი კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი მოწონება უნდა დაიმსახუროთ. აბა დროებით. კარგი რა მინდოდა დამანერე თავი რა ექსპერიმენტი რის ექსპერიმენტი ისე კაპიტანს რა ენაყვლება ყველაფერი რიგზი აქვს თუმცა არაფერიო თან მღერია მიშველეთ ხიარული ფერებით დახატულა მთები ველები სახლებს, ქუჩებს, ეზოს, მთებს ეს ფუნჯები გაგვიფერადებს დილა 1000 ფერია დაფოთლები ჩვენთან მღერიან ერთად ვხატავთ ამ სამყაროს არ მოვიწყენ ჩვენ არასდროს გაზაფხულის მოსვლას დავხვდებით ყველაფერი ტველია სიხარული ნაირფერია ნელადენია განეთ ბევრი ფერია ნელადენია ეს ფერები ჩვენია მე მგონი დღესაც ძალიან მრავალფეროვანი და ფერადი დილა გამოგვივიდა. ახლა უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ გახსოვდეთ, მომავალ შაბათ-კვირას ისევ შევხვდებით ერთმანეთს. აბა, დროებით.